Ministris მოადგილის არანორმატიული ლექსიკა სოციალურ ქსელში დაწერა თუ არა შეურაცხმყოფელი პოსტები კაცრავად Facebook-ში ხათუნა ხუნდაძე. გურამ ოდიშარიას მოადგილე ირწმუნება, რომ ღირსების შემლახავი და პოლიტიკურად ანგაჟირებული ტექსტები მის Facebook-ში მის და უნებურად ჰაკერული ჩარევის შედეგად გამოქვეყნდა. ხუნდაძე ოდიშარიას ერთადერთი მოადგილი არ არის, რომლის მიმართაც უკმაყოფილებას სოციალურ ქსელში გამოხატავენ. Იური მეჩითოვის შემთხვევაში ამის მიზეზი რამდენიმე თვის წინ გადაღებული ფარული ვიდეო გახდა. აპირებს თუ არა მოადგილეების შეცვლას გურამ ოდიშარია ნახეთ ჩვენს რეპორტაჟში. ეს არის მცირე ნაწილი იმ შეურაცხმყოფელი ტექსტებისა, რომელიც Facebook-ში ხათუნა ხუნდაძის სახელით გავრცელდა. პოსტების თარიღი ემთხვევა ციხის სკანდალური კადრების გავრცელებას, თუმცა მინისტრის მოადგილე ირწმუნება, რომ Facebook-ი გაუტეხეს. ჩემი Facebook იყო გერმანულენოვანი. გადაერთო ინგლისურენოვანზე, იმიტომ რომ მეტყობა ვერ გაიგეს გერმანული და ბოლოს იყო რუსულენოვანი და აი ამის რამოდენიმე მოწმეა აქ, იმიტომ რომ ფაქტიურად როგორც კი რაღაცის დეინსტალაცია მინდოდა 2 წუთში ხდებოდა იმის ინსტალირება. ის რასტრიალებს Facebook-ში? მე არ დამეწერია. არა. ნეტგაზეთთან ინტერვიუში ხათუნა ხუნდაძემ თქვა, რომ პოსტების ნაწილი მართლაც მისი დაწერილია. მათში მინისტრის მოადგილემ შედარებით ნეიტრალური ტექსტები იგულისხმა. არც იმას მალავს, რომ საკმაოდ ემოციური ადამიანია. მე როგორც ჩვეულებრივ მოქალაქეს, რომელიც მით უმეტეს დაინტერესებული ვარ, რა სიტუაცია იქნება კულტურის სამინისტროში, როგორი პოლიტიკა შეიმუშავებენ ისინი, მე ნაკლები ნდობა შეიძლება გამიჩნდეს ასეთი ადამიანის მიმართ, იმიტომ რომ თუ ის არის ესეთი ძალიან ემოციური, არ ვიცი ის როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს რაღაცა პრინციპული საკითხის განხილვის შემთხვევაში, თუ ის აყვება ემოციებს. ხათუნა ხუნდაძე გურამ ოდიშარიას მოადგილეთაგან მეორეა, რომლის შესახებაც საზოგადოების ნაწილს კითხვები გაუჩნდა. იური მეჩითოვის შემთხვევაში ამის მიზეზი მეგობრულ ვითარებაში, თუმცა ფარულად ჩაწერილი ვიდეო გახდა. კარგია, როდესაც საზოგადოება ინტერესდება ჩვენი ამ პირველი ნაბიჯებით, უბრალოდ საკადრო საკითხით და დარწმუნებული ვარ, რომ რამდენიმე დღის შემდეგ, თუნდაც აი დრო ჯერ ჩვენ ახლა ვიწყებთ მუშაობას, საზოგადოება, ფართო საზოგადოება იქნება ინფორმირებული ჩვენს მუშაობაზე და შემდეგ ის მიხედვით შეფასდება თითოეული ადამიანი და ის კადრები, რომელიც ჩვენ მოვიყვანეთ. სოციალური ქსელი იმისთვისაა, რომ ყველამ თავისი აზრი გამოთქვას. ასეთი პასუხი აქვს მინისტრს მოადგილეებთან დაკავშირებულ ინტერნეტ განხილვაზე. გურამ ოდიშარია მოადგილეების შეცვლას არ აპირებს.